კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ობიექტივის ეთერში გრძელდება ინტერაქტივი, რომელსაც უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ დაგვემატებინა კიდევ ერთი საათი იმ გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც დავიწყეთ წინა ბლოკში, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას, როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება, ასეთ შეკითხვას ვსვამთ და ველოდებით თქვენს ზარებს ნომერზე 557 98 55 უამრავმა მაყურებელმა და რადიო მსმენელმა ვერ შეძლო წინა ნაწილში დარეკვა, ამიტომ ვიმეორებ რომ ვამატებთ კიდევ ერთ საათს. ობიექტივი გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა 51 მიღებულია თქვენი ხმა, დიდი მადლობა ზარისთვის. უმორჩილესად გთხოვთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მოქალაქეს აუცილებლად მიბრძანდით ზეგ შაბათს 26 ოქტომბერს არჩევნებზე, სხვა შემთხვევაში კვლავ გაყიდიან, გადაინაწილებენ ამ ქვეყანას და ამიტომ ძალიან ცუდი რამ მოხდება. კიდევ ერთხელ შეიძლება ცუდი რამ მოხდეს, თუ კი ჩვენ არ მივედით არჩევნებზე. გთხოვთ, მიბრძანდით აუცილებლად. ზარია, გისმენთ? ილია, გამარჯობა. გამარჯობა. ერთი უნდა თქვა, ერთი არა, დაასახელეთ პარტია ან გაერთიანება. არა, ერთი საინტერესო რაღაც უნდა, აი საინტერესო. უყურე, რა ნომერს ვაძლევ, მაგრამ რა ნომერზე რა წერია იცი? რა წერია რა ნომერს? ერთი ათიკან. რა ნომერი ახლა დაარიგეს 20. რა ნომერს ვაძლევ, მაგრამ დიდი მადლობა. ხარვეზებით შემოდის თქვენი ხმა, მაპატიეთ. უმორჩილესად გთხოვთ, რომ დღევანდელ ინტერაქტივში შევეცადოთ, რომ დავაფიქსიროთ მხოლოდ ჩვენი არჩევანი, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. ვრეკავთ მხოლოდ ერთხელ, ერთი მოქალაქისგან მიიღება ერთი ხმა ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში. გსურს, რომ მაქსიმალურად ობიექტური სურათი დავინახოთ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ? გაითიშა, აბსოლუტურად ყველა თქვენგანს მინდა გთხოვოთ, რომ ტელევიზორს ან რადიო მიმღებს ხმა გამოურთოთ ბოლომდე, როგორც კი თქვენი ტელეფონის ნომრიდან ზარი გამოვა ეთერში. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, 8 ნომერი. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით 557 88 55 88. დიდი მადლობა ყველას ასეთი აქტიური მონაწილეობისთვის პირდაპირ ეთერში, ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ დაურეკავს, ველოდებით ნომერზე 557 88 55 88. გისმენთ? ხო, დიდი მადლობა. მიღებულია თქვენი ხმა. უპრეცედენტო აქტივობა არის ეთერში, უპრეცედენტო მხარდაჭერა ფიქსირდება პატრიოტთა ალიანსის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროის მონაცემებით პატრიოტთა ალიანსი ხმათა უმეტესობით ლიდერობს. გისმენთ? 8 ნომერი, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას, როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? არჩევნებამდე 2 დღით ადრე. უამრავი სოციოლოგიური კვლევა გვაჩვენეს გასულ პერიოდში ჩვენ ტელევიზიებმა, რომელიც რეალობასთან ახლოს სრულებით არ დგას და ამაზე მეტყველებს დღევანდელი ინტერაქტივიც. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს გადავამოწმოთ და უწყვეტი ეთერი წარუმართოთ ობიექტივზე. გისმენთ? ალო, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. 8 ნომერი, 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, გაოცებული ვარ ნამდვილად აი ამ ასეთი აქტიურობით და ასეთი მაღალი მხარდაჭერით. ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ რეკავთ. უმორჩილესი თხოვნა, მოკლედ დავასახელოთ ჩვენთვის სასურველი პარტია ან გაერთიანება, რომელსაც ვაძლევთ ხმას. საბოლოო გადაწყვეტილება და არჩევანი როგორია? გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. დიდი მადლობა. აქვე მოუწოდებ მე ყველა მაყურებელს ან რადიო მსმენელს, ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს. აბსოლუტურად თითოეული თქვენგანისთვის ღიაა ეს ეთერი, ასე რომ დარეკეთ. გისმენთ? ალო, დიახ, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. 41. მიღებულია თქვენი ხმა, დიდი მადლობა ზარისთვის.
ველოდებით მორიგ ზარს პირდაპირ ეთერში, მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს საინტერესოა როგორია მისი არჩევანი. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევს ხმას და როგორია საბოლოოდ მისი პოზიცია. გისმენთ? გამარჯობა ბატონო, ჩვენ ვაძლევთ 8 ნომერს ხმას, აი ჩემი ბიჭის გეტყვით. 8 ნომერი. მადლობა, კარგად. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. უღრმესი მადლობა, რაღაც ემოციური ეთერია განსაკუთრებით და ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა მთელი გულით ყველა მაყურებელს თუ რადიო მსმენელს. თავარია მიბრძანდეთ არჩევნებზე, იმისთვის რომ კვლავ არ გაყიდონ და კვლავ არ ჩააბარონ არჩევნების შედეგები იმ ხალხს, ვისაც თქვენი გადაწყვეტილებით ეს არ დაუმსახურებია. ობიექტური არჩევნები გვინდა ჩვენ. ზარია, გისმენთ? ილია გამარჯობა. გაგიმარჯოთ. 8 ნომერი რა თქმა უნდა. 8 ნომერი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. 557-88-95 ეს სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ. ასე რომ ახლა ხაზი თავისუფალია მინიშნებას მოგცემთ და შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერმა. აბსოლუტურად ყველა მათგანისთვის, ყველა ამ უმრჩევლისთვის ეს ეთერი ღიაა. გისმენთ? 8 ნომერი, მადლობა თქვენ ზარისთვის. ჩვენ ბევრი წერილი მივიღეთ სოციალური ქსელებით, ამ წუთებშიც მოდის ეს შეტყობინებები, მაგრამ მოდით მე არ გავახმოვანებ და არ წავიკითხავ ინტერნეტში გაცემულ პასუხებს, იმიტომ რომ მაინც ეს ინტერაქტიული გადაცემაა და გულისხმობს ზარებს ეთერში და არა ვთქვა წერილებს. ზარია, გისმენთ? ალო. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. გისმენთ, დროს ვკარგავთ, გთხოვთ. 8 ნომერი. 8 ნომერი, უღრმესი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. არჩევნებში 19 პარტია მონაწილეობს, 19 სუბიექტი უფრო სწორად, მათ შორის არიან გაერთიანებები და შემდეგია სია მონაწილე პარტიებისთვის. კოალიცია ცვლილებებისთვის 4, კოალიცია პატრიოტთა ალიანსი 8, კოალიცია ქართული ოცნება, კოალიცია ერთობა ბოდიში მაპატიეთ 5 ნომერი. ზარია, გისმენთ? 41. 41 მიღებულია თქვენი ხმა. 5 ნომრით ეს ნაციონალური მოძრაობაა იგივე, კოალიცია ერთიანობა მონაწილეობს, კოალიცია ძლიერი საქართველო 9 ნომერი, ლეიბორისტული პარტია 10, პარტია ჩვენ 23, გახარია საქართველოსთვის 25, გირჩი 36 ნომრით მონაწილეობს, ქართული ოცნება 41. გისმენთ? გამარჯობა. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა ზარისთვის. მემარცხენე ალიანსი, პარტია საქართველო, ჩვენი გაერთიანებული საქართველო, თავისუფალი საქართველო. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა ზარისთვის. ტრიბუნა, შეცვალე საქართველო, ქართველ ერთობა, ასეთი სახელი აქვს პარტიას, საქართველოს ერთობისა და გაერთიანების პარტია, ევროპული დემოკრატები. ზარია ეთერში, გისმენთ? 41. 41. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მიღებულია თქვენი ხმა ქართული ოცნების სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ ეს პირდაპირ ეთერია. ჩვენ მაუწყებლობთ მთელ საქართველოში. რადიო სიხშირეზე დამატებით დედაქალაქშიც მაუწყებლობთ და თანამგზავრით სოფლიოში. ყველაზე მაღალმთიან რაიონებშიც კი გვიყურებენ ჩვენ და რაც მთავარია დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე, სოხუმში და ცხინვალშიც აღწევს ჩვენი სიგნალი. ყველას მოგიწოდებთ დარეკოთ ეთერში. გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. პატრიოტთა ალიანსი და მასთან ერთად გაერთიანებული ეს დიდი გუნდი, დიახ, რომელიც 8 ნომრის სახელით და პატრიოტთა ალიანსის სახელით იღებს მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ზეგ გაიმართება და ყველას უმორჩილესად გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე. ზარია, გისმენთ? გისმენთ? ალო. გისმენთ? ალო. ტელევიზორს დაუწიეთ ხმა, დაგვიანებით მოდის სიგნალი ტელევიზიით. ხო, მეცნიერთა კონგრესი. ცუდად მესმის. მეცნიერთა კონგრესი. მეცნიერთა კონგრესი? დიახ.
ასეთი პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში. 46 ნომერი ხო არის? 46 ნომერი? დიახ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ასეთი პარტია საარჩევნო სიაში დარეგისტრირებული არ ჩანს, როგორც ვიცი, მაგრამ მე გასაგებია თქვენი არჩევანი, მადლობა ზარისთვის. დარეგისტრირებულთა სია მაქვს ახლა მე 19 სუბიექტი მონაწილეობს არჩევნებში და მეცნიერთა კონგრესი ასეთი არ ჩანს. ზარია გისმენთ? ალო. გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი, მადლობა თქვენ ზარისთვის. მიღებული აქვს ალბათონო თქვენი ხმა 557 88 55 88. როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? 2 დღით ადრე არჩევნებამდე. დაგვიკავშირდით და გვითხარით პირდაპირ ეთერში. ვაჩვენოთ სიმართლე და რეალობა იმ კვლევების ავტორებს, რომლებიც გასული თვეების განმავლობაში თითქმის ყოველ დღე ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას ჩვენი საზოგადოებისა. მე ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ამ გადაცემაში უპრეცედენტო რაოდენობის ზარები შემოდის. ფიზიკურად რამდენის არის მიღებასაც შევძლებთ, ყველას მივიღებთ კვლავ. ვაგრძელებთ ეთერს, შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ინტერაქტიულ ფორმატს კიდევ 1 საათი დავამატეთ დღეისთვის, ასე რომ ყველასთვის იქნება დრო. სარია გისმენთ? ალო, გაუმარჯოს. თქვენ შემოგევლეთ ყველას. 8 ნომერს ვაძლევთ მთელი ოჯახი ხმას. 10 კაცი მოვდივართ ზეგ არჩევნებზე. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, მადლობა რომ დაგვირეკეთ. პირადად თქვენი სახელით ერთ ხმას მე დღევანდელი გამოკითხვისთვის დავაფიქსირებ. დანარჩენი აუცილებლად არჩევნებზე უნდა გადაწყდეს და მიბრძანდით ყველანი. გთხოვთ აბსოლუტურად ყველას. უმორჩილესად გთხოვთ. ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს გთხოვთ, რომ მიხვიდეთ არჩევნებზე, თუნდაც შეუძლოდ იყოთ. ზარია გისმენთ? 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ 1 ნომრიდან და 1 მოქალაქისგან ჩვენ ვიღებთ მხოლოდ 1 ხმას და ამიტომ გთხოვთ, ნუ შეეცდებით, რომ რამდენჯერმე შემოხვიდეთ ეთერში. მე უნდა გავაკეთო ეს განცხადება მაინც. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. 41 რასაკვირველია, მაგრამ თქვენი ნაცნობ მეგობრები რეკავენ სულ არ ამგონია ჩვეულებრივი მოქალაქეები. მე ვაფიქსირებ 41. მადლობა. თქვენ პირადად არ ამგონია ჩვენი ნაცნობი და მხარდამჭერი იყოთ, აგერ ამბობთ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარო და რატომ გეწყინათ ის, რომ თქვათ მამორჩევლები თავიანთ ხმას აფიქსირებენ. ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება თავისი არჩევანი გააკეთოს. და ქართული ოცნების სასარგებლოდაც აქ ბევრი ზარია სხვათა შორის დაფიქსირებული. შემდეგ გამოვაცხადებ ბოლოს შედეგებს. გამარჯობა, გისმენთ? 8 ნომერი. 8 მთელი ოჯახი. დიახ, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მიღებულია თქვენი არჩევანი პირდაპირ ეთერში. აი ისტორიულ კადრებს ხედავთ თან საუბრის პარალელურად. ყველას გვახსოვს ეს დღე. და კვლავ განმეორდება ასეთი დღეები, აუცილებლად. ზარია ეთერში გისმენთ? 8 ნომერი, 8 ნომერი. გაუცებული ვარ, ნამდვილად გაუცებული ვარ, სიმართლე გითხრათ. აი ქალბატონმა თქვა, რომ აქო თქვენი კეთილის მოსურნეები რეკავენო და სხვათა შორის მე ამ ეთერს, როდესაც მე არ მიმყავს გადაცემა, ამის მიღმაც ყოველთვის ვუყურებ და ვუსმენ და ჩართული მაქვს ობიექტივი და ხშირად არის ხოლმე კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ზარები. უფრო ხშირადაც კი ვიდრე ისეთი ადამიანების, რომლებიც რაღაც კეთილგანწყობით საუბრობენ. იმიტომ რომ ეს თავისუფალი ეთერია, ყველას უსმენთ და ყველასთვის ღიაა. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. გისმენთ? 41 ვაძლევ, 41. რატომ დაფიქრდით? საბოლოოდ არ გაქვთ გადაწყვეტილი? როგორ არა, 41. დიდი მადლობა, გასაგებია ქალბატონო, თქვენი არჩევანი. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? სულ რაღაც 2 დღე დარჩა არჩევნებამდე. გისმენთ? ალო. გისმენთ?
8 ნომერი პატრიოტთა ალიანსი და მასთან ერთად გაერთიანებული პარტიები თუ ორგანიზაციები. დიდი კონსერვატიული გაერთიანებაა ეს და მინდა გითხრათ, რომ ისინი 8 ნომრით იყრიან კენჭს. გისმენთ, გამარჯობა. 8 ნომერი. 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. აი საოცრება ხდება, საოცრება ნამდვილად. ზარი ზარზე წამებში შემოდის და უზარმაზარია ვთქვათ მხარდაჭერა 8 ნომრის მიმართ. გისმენთ? გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი მიღებულია. თქვენი ხმა, ქალბატონო და მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით. კვლავ ღიაა ჩვენი ეთერი ნებისმიერი მაყურებლისთვის და რადიო მსმენელისთვის. კვლავ გელოდებით ნომერზე, ვინც ვერ დარეკა და ვერ შეძლო ამ დრომდე ჩვენთან დაკავშირება, მათთვის ვიმეორებ ამ ნომერს 557 88 55 88. გამარჯობა, გისმენთ? მადლობა ზარისთვის, გისმენთ? ხო, კარგი. 8 ნომერი. 8 ნომერი, დაფიქსირებულია თქვენი ხმა, ქალბატონო. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. საინტერესოა პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც მე უკვე გადაცემის ბოლოს გამოვაცხადებ, მეც ველოდები თქვენთან ერთად ინტერესით. გისმენთ? 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. პატრიოტთა ალიანსის მიმართ დაფიქსირდა მორიგი ხმა ჩვენს ეთერში. შეგახსენებთ, რომ ტელერადიო კომპანია ობიექტივს უსმენთ და უყურებთ. ეს პირდაპირი უწყვეტი ეთერია, რომელსაც უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. რადგან პირველ ნაწილში ვერ დარეკა ბევრმა მოქალაქემ, ჩვენ დავამატეთ 1 საათი საეთერო დრო. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, 8 ნომერი, 8. დიდი მადლობა, მადლობა თქვენ ზარისთვის. ნებისმიერი პარტიის, ნებისმიერი გაერთიანების მხარდამჭერისთვის ჩვენი ეთერი ღიაა. შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ და გვითხრათ თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება. 19 სუბიექტი მონაწილეობს ამ არჩევნებში. კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომრით წარდგება საზოგადოების წინაშე, კოალიცია პატრიოტთა ალიანსი 8. გამარჯობა, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? კარგით, დროს კარგავთ, მაპატიეთ. მორიგი ზარი შემოუშვათ. კოალიცია ერთიანობა 5 ნომერი, კოალიცია ძლიერი საქართველო 9 ნომრით მონაწილეობს არჩევნებში, ლეიბორისტული პარტია უცვლელად 10 ნომრით. გისმენთ, გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? გაითიშავ წუხვარ. პარტია ჩვენ 23 ნომერი, გახარია საქართველოსთვის 25. გირჩი 36 ნომრით მონაწილეობს არჩევნებში. ქართული ოცნება 41 ნომრით. აგრეთვე მემარცხენე ალიანსი, პარტია საქართველო. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, 8 ნომერი, 8. დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო. მიღებულია თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში. პარტია საქართველო, პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, ტრიბუნა, ზარია ეთერში, გისმენთ? 8 ნომერი. დიდი მადლობა, მიღებულია თქვენი ხმა. გასაგებია. პარტია შეცვალე საქართველო, ქართველ ერთობა, საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, 8 ნომერი, ვიმეორებ, რომ უპრეცედენტო რაღაც ხდება ახლა ობიექტივის ეთერში. ასეთი საოცრება მე დიდი ხანია არ მახსოვს ამ რაოდენობის ზარები, მოკლე პასუხით და პატრიოტთა ალიანსის მიმართ მხარდაჭერით. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. და ბოლოს ევროპული დემოკრატები მონაწილეობენ აგრეთვე არჩევნებში. 19 კოალიცია თუ 19 პარტია ჯამში დარეგისტრირებული საარჩევნო ბიულეტენში ზეგისთვის. გამარჯობა, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. უღრმესი მადლობა რომ დაგვირეკეთ. 557 88
55 88 ეს ჩვენი ეთერის ნომერია. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? ზარია. გისმენთ. მადლობთ, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ყოველ შემთხვევაში თქვენგან ერთი ხმა პატრიოტთა ალიანსს დავაფიქსირეთ. ჩამოთვლილი პარტიებიდან, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ დავასახელე მე, თქვენთან ახლოს, თქვენ შეხედულებებთან ახლოს რომელია ყველაზე მეტად? გისმენთ? გამარჯობა. რა თქმა უნდა 41. 41. ქართული ოცნება. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ერთი ფურცელი შეიძლება უკვე გაივსო, გადავდივარ ნელ-ნელა მეორე სურათზე, იმდენი ზარი შემოდის, რომ აი უკვე მეშინია, რომ დათვლა არ შემეშალოს, იმიტომ რომ საბოლოო შედეგებია გამოსაცხადებელი ძალიან მალე და ეს დათვლაც პირდაპირ ეთერში უნდა მოხდეს. ზარია, გისმენთ? 41. დიდი მადლობა, გასაგებია ქალბატონო თუ ბატონო, ცუდად ისმოდა სამწუხაროდ. რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? 2 დღე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე და დღეს ჩვენ ამ ეთერში გისმენთ თქვენ, ქართველ ხალხს, ჩვენი საზოგადოების წევრებს. ეს ერთადერთი ინტერაქტიული ეთერია მთელს ქვეყანაში, რომელიც ყველა გადაცემაში ეთმობა საზოგადოებას. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი ბატონო. 8 ნომერი, მიღებულია თქვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი აქტიურობისთვის ჩვენს ძვირფას საზოგადოებას. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. მე ვერ ვმალავ ემოციებს ნამდვილად. გისმენთ? გენათლე 8 ნომერი. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. თავარია რომ ეს ხმები და ეს მაჩვენებლები რაც ფიქსირდება ახლა ამ ეთერში ზეგ ოფიციალურად გაფორმდეს. გთხოვთ ყველას ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს მიბრძანდით არჩევნებზე, არ დაუშვათ ის რომ კვლავ უსამართლობა მოხდეს და უსამართლოდ დაიჩაგრონ ის ადამიანები, ვინც ამას არ იმსახურებენ. ზარია ეთერში. გისმენთ? გისმენთ, დიახ. ალო. გისმენთ ბატონო, თქვენ ეთერში ხართ? 41 სვანეთიდან. სვანეთიდან რეკავთ, ხო? მადლობა დიდი სვანეთს, მოკითხვა. ძალიან გვიყვარხართ სვანები, მინდა გითხრათ, თელს ჩვენს გუნდს ობიექტივს და თელს დანარჩენ საქართველოს, რა თქმა უნდა. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. რა თქმა უნდა 41. მაგრამ თქვენთან ერთად რო ყოფილიყო კაცი და ერთად რო დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ველოდებით მორიგ ზარს. ძალიან სწრაფად ხდება მორიგი ზარის შემოსვლა ეთერში, ჩვენი საეთერო ჯგუფიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მადლობა მათ ამისთვის უნდა უთხრათ აუცილებლად. მე კი შეგახსენებთ, რომ უწყვეტი 2 საათიანი ეთერი მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო დაახლოებით 25 წუთი და ეს საკმაოდ დიდი დროა ჩვენი ეთერის დასრულებამდე. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? შაბათს საქართველოში იმართება საპარლამენტო არჩევნები. მთელი ქვეყნის მოლოდინი დიდია ამ პროცესის მიმართ და ყველას აინტერესებს როგორი იქნება შედეგები. მეც მათ შორის და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დღეს თქვენ მოგისმინოთ და ყველა პარტიის მხარდამჭერმა ნებისმიერმა მოქალაქემ ვისაც სურვილი გაქვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ამ ღია ეთერში. რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს? ზეგ. გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. აუცილებლად 8 ნომერს. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ამ დროისთვის გამოკვეთილად ლიდერობს 2 პარტია, ეს არის ქართული ოცნება პატრიოტთა ალიანსი, შემდეგ მოდის სხვა პარტიები. საინტერესოა საბოლოოდ როგორი იქნება ჩვენი მაყურებლის თუ რადიომსმენელის
გადაწყვეტილებების შეჯამების შედეგი. გისმენთ, გამარჯობა. 8 ნომერს ვაძლევთ ხმას. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა. მე მინდა მოვუწოდო ყველა პარტიის მხარდამჭერს, აბსოლუტურად ყველა პარტიის მხარდამჭერს. მესმის რომ დაკავშირება რთულია, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი რეკავს ახლა ეთერში, თუმცა შეეცადეთ ჩვენ დრო დავამატეთ შეგნებულად და დარეკეთ გითხარით თქვენი სათქმელი. გისმენთ? გამარჯობა 8 ნომერი. 8 ნომერი პატრიოტთა ალიანსი. მათ შორის დიდი კონსერვატიული გაერთიანება. ალტი-ინფოც აგრეთვე პატრიოტთა ალიანსის სიით იღებს მონაწილეობას როგორც იცით და ამ 8 ნომერში და პატრიოტთა ალიანსში იგულისხმება ალტი-ინფოც, იმიტომ რომ ეს ერთი პარტიული სიით გადის ყველა ორგანიზაცია და პარტია, ვინც აქ გაერთიანდა. ზარია, გისმენთ? ჰალო. გამარჯობა. ილია. დიახ. შენახა? ილია ვარ, დიახ. 8 ნომერი ჩაწერე. მიღებულია თქვენი ხმა. მადლობა თქვენ ზარისთვის. გუშინ კვლავ ბევრი კვლევა ვნახეთ ჩვენ, რაც გამოქვეყნდა ორი პოლუსის მონაწილე ტელევიზიების მხრიდან. და ერთმანეთს უარეს შედეგში აჯერებენ ქართულ ხალხს. დღევანდელ ამ ინტერაქტივში კი ჩვენ სულ სხვა სურათს ვხედავთ ჯერჯერობით. ამიტომ აუცილებელია ყველანი არჩევნებზე წავიდეთ. არ დავუშვათ რომ გაყიდონ კვლავ ეს ქვეყანა და ხელში ჩაიგდონ და გადაინაწილონ იმ ხალხმა, ვისაც არ დაუმსახურებია. ზარია, გისმენთ? თქვენ გაგლებთ 8 ნომერს. 8 ნომერს. მადლობა, მიღებულია თქვენი ხმა. გავბატონოთ ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში. შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩვენ გადავწყვიტეთ შეგნებულად 2 საათიანი ვრცელი ინტერაქტივის ჩატარება ეთერში. იმისთვის რომ ყველას ვისაც სურს ან ნაწილს მაინც მოესწრო ეთერში დაკავშირება. გისმენთ? 41 ნომერი. მიღებულია, ქალბატონო, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა რომ გვირეკავთ, გვისმენთ და გვიყურებთ. ტელერადიო კომპანია ობიექტივია ეთერში, ჩვენ მაუწყებლობთ მთელ საქართველოში ტელესიხშირეებზე, უცხოეთში თანამგზავრით და რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 დედაქალაქში. ჩვენი მაუწყებლობა ვრცელდება ინტერნეტშიც, ობიექტივი.ge, YouTube არხი ჩვენი ამავე სახელწოდების და Facebook გვერდი არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ. გისმენთ? YouTube არხი ჩვენი დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? გაითიშა. უნდა გთხოვოთ, მთელი გულით უნდა გთხოვოთ, რომ როგორც კი აკრიფავთ ნომერს და გამოვა, მაშინვე ტელევიზორს ხმა გამოურთეთ ბოლომდე. სხვა შემთხვევაში მოხდება აი ასეთი ხარვეზები, ახლა რომ იყო და თქვენი სათქმელი ვერ ბრძანეთ. მიმართავს არის ავტორს. პირდაპირ ეთერი გრძელდება და შეკითხვა ასეთია, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. გამარჯობა. 41 გამარჯობა. გამარჯობა ილია. 41. მადლობა თქვენს არისთვის, მიღებულია თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში. და აქვე შეგახსენებთ, რომ მოკლე პასუხებით შემოვიფარგლოთ უნდა ეს დღევანდელი ფორმატი ოდნავ განსხვავებულია. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დარეკოს ღია ეთერში და შესაბამისად მოკლედ ვთქვათ. გისმენთ? 41. ქართული ოცნება. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ასეთი აქტიურობისთვის თითოეულ ჩვენს მაყურებელს თუ რადიო მსმენელს. გისმენთ, გამარჯობა. შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ, მაგრამ გაითიშა 557 88 55 88. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. 5 ჩემი ოჯახიდან 5 გაძლევთ თქვენ 8 ნომერს. პატრიოტთა ალიანსს კიდევ ერთი ხმა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მაპატიეთ, მაგრამ დღევანდელ გამოკითხვაში თქვენმა ოჯახის წევრებმაც უნდა დარეკონ, რომ მათი ხმებიც ჩავთვალოთ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ხმას ვაფიქსირებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თქვენი ოჯახის წევრები თქვენთან ერთად აუცილებლად მივლენ არჩევნებზე. აუცილებლად მივლენ. თუნდაც ნებისმიერი მიზეზი იყოს დაბრკოლება, ყველაფერს გადავლახავთ და მივალთ არჩევნებზე. ეს უნდა დავისახოთ მიზნად, უმორჩილესად გთხოვთ. გამარჯობა, გისმენთ?
ხმას ვაძლევთ ალტინფო. ალტინფო პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა თქვენ, ეს ერთი გაერთიანება როგორც მოგეხსენებათ და 8 ნომრით მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გაიმართება ზეგ შაბათს 26 ოქტომბერს. გამარჯობა, გისმენთ? 41. მადლობა თქვენ ზარისთვის. მიღებულია თქვენი ხმა ქართული ოცნების სასარგებლოდ არის ეს ხმაც როგორც ჩანს ჩვენი მაყურებლის თუ რადიო მსმენელის. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო, აუცილებლად 8 ნომერი. 8 ნომერი მიღებულია. უღრმესი მადლობა თქვენ იმისთვის რომ დაგვიკავშირდით, ქალბატონო. ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერს და ვაგრძელებთ თქვენი პასუხების მიღებას ღია ეთერში. პირდაპირ ეთერში. უწყვეტ ეთერში შეიძლება ასეც ვთქვათ. რომელიც საინტერესოა იმით, რომ მართლაც ყველას უთმობს ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს საეთერო დროს. გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. წუხარ გაითიშა 557 88 55 88. რადგან 2 დღე დარჩა არჩევნებამდე, თითოეულმა ჩვენგანმა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ უკვე. და თუ საიდუმლო არ არის, ეს შეგიძლიათ გაგვანდოთ ღია ეთერში. გისმენთ? ცუდად ისმის. 8 ნომერი. მადლობა ზარისთვის. გასაგებია თქვენი გადაწყვეტილება და თქვენი არჩევანი. ჩვენ ვაგრძელებთ ზარების მიღებას და როგორც უკვე გითხარით, შეგნებულად დრო დავამატეთ, რომ ბევრმა მოქალაქემ მოასწროს ღია ეთერში შემოსვლა და საკუთარი სათქმელის თქმა. გისმენთ? გაითიშა სამწუხაროდ 19 სუბიექტია დარეგისტრირებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე. კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი. კოალიცია პატრიოტთა ალიანსი 8 ნომერი. კოალიცია ერთიანობა 5 ნომერი. კოალიცია ძლიერი საქართველო 9 ნომერი. ზარია, გისმენთ? ალო. გისმენთ, გამარჯობა. 41. 41. მადლობა ზარისთვის, გასაგებია. ლეიბორისტული პარტია ჩვენ, გახარია საქართველოსთვის. გირჩი. ქართული ოცნება. მემარცხენე ალიანსი. პარტია საქართველო. ჩვენი გაერთიანებული საქართველო. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. თავისუფალი საქართველო. ტრიბუნა. შეცვალი საქართველო. ქართველ ერთობა. საქართველოს ერთობისა და გაერთიანების პარტია. გამარჯობა, გისმენთ? ალო. დიახ, ეთერში ხართ. მე ხლა უყურებთ ტელევიზიას რა და თქვენ თუ შეგიძლიათ გვიპასუხოთ კითხვაზე მოკლედ და დაგემშვიდობებით. დიახ. რომელ პარტიას აძლევთ ხმას? მე გვანომეს პარტიას მადლობთ, დიდი მადლობა. დღეს სულ სხვა ფორმატი გვაქვს. მხოლოდ ვასახელებთ იმ პარტიასთან გაერთიანებას, რომელსაც მხარს უჭერთ. შეფასებითი ნაწილი დღეს არ იქნება. იმიტომ რომ ვიმეორებ, რაც შეიძლება ბევრმა ტელემაყურებელმა, რადიო მსმენელმა მოასწროს დარეკვა. წინა ეთერებში ჩვენ გვისაყვედურეს, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძელით დაკავშირებაო და ახლა დრო დავამატეთ, მაგრამ ესეც მგონი არ გვყოფნის. გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით, ეს პირდაპირი ეთერია და ვაგრძელებთ სპეციალურ ინტერაქტივს. საოცრება ხდება ამ ეთერში დღეს. ნამდვილი საოცრება, მე გაოცებული ვარ და ემოციას ვერ ვფარავ. გისმენთ? 8 ნომერი. ასეთი აქტივობა არ ახსოვს ობიექტივის ეთერს. ძალიან ბევრი ზარი შემოდის, წამებში შემოდის ზარები. იმედი მაქვს დარჩენილ 15 წუთში კიდევ ბევრ ზარს მივიღებთ. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. მე ზეწები შესაძლებლობა ორი პარტია შემოხაზოთ. ფედო 41. რა ხადამის პარტია არ არის 41. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის 41. ერთი ხმა დავამატოთ 41-ს.
როგორც არჩევნებზე არ გვაქვს ჩვენ ორი პარტიის შემოხაზვის უფლება, ასევე დღევანდელ გადაცემაშიც უნდა საბოლოო გადაწყვეტილება დავასახელოთ მაინც. ზარია ეთერში გისმენთ? ხო, გინეცვალე. 8 ნომერი, მშობლიური 8 ნომერი. მშობლიური 8 ნომერი. იცოცხლე. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. 5-5-7 88 55 88. შეგიძლიათ დაგვირეკოთ. გისმენთ? გამარჯობათ. გისმენთ, დიახ, გამარჯობა. მაინც რომლისკენ იხრებით? 41. 41. კი ბატონო. მიღებულია თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში. 5-5-7 88 55 88. აი როგორი განწყობის იყო ორი ზარი, რომ პატრიოტთა ალიანსიც მინდაო და მინდაო ქართული ოცნებაცო ორივეს მივცე ხმაო და ეს განწყობა მართლაც არსებობს საზოგადოებაში, რომ ორივეს მიმართ არის მხარდაჭერა, მაგრამ ერთი უნდა ავირჩიოთ, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გავაკეთოთ. და გული საითაც გაგვიწევს იქითკენ იყოს მიმართული ჩვენი მხარდაჭერა. ალო. გისმენთ? 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. გასაგებია თქვენი არჩევანი ობიექტივის პირდაპირ ეთერში. ჩვენ ეთერის პარალელურად საუბრის დროს ვხედავთ ხმის მიცემის პროცედურას, ბევრი არაფერი სირთულე არ არის ამ ყველაფერში. ადგილზე, როდესაც მიბრძანდებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იქვე აგიხსნიან ყველაფერს და იქვე გასწავლიან თუ როგორ უნდა მოხდეს პროცედურა ხმის მიცემისა, ხოლო რეალურად თქვენ ვის მისცემთ ხმას, ეს უკვე არავინ არ უნდა დაინახოს და არავის არ უნდა აჩვენოთ. ნუ გამონაკლისების გარდა, როდესაც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და ფიზიკურად სხვანაირად ვერ მოხდება ხმის მიცემა, თუ კი ნდობით აღჭურვილი პირი არ ახლავს თან. ამ გამონაკლისის გარდა არავინ არ უნდა დაინახოს უბანზე თქვენი არჩევანი, თუ რომელს გააფერადებთ. და ასეთი იქნება 19 საარჩევნო სუბიექტი. ზოგიერთი მათგანი კოალიციებად არის შემდგარი, მაგრამ ერთ პარტიაში მონაწილეობენ მაინც, რადგან კანონით აკრძალულია პარლამენტში ასეთი კოალიციების შექმნა. ზარია, გისმენთ? სამშვიდობისა, გენწოლია. მოგესალმებით. საღამო მშვიდობისა უკვე, დიახ. კი. ძალიან მომწონს ალტიკოს ბიჭები. ძალიან მომწონს პატრიოტთა ალიანსი. ძალიან გთხოვთ, რომ ვის აძლევთ ხმას, მოკლედ გითხარით. კი, მოკლედ გეტყვით, თუ ისე აპირებს ნირმა ინაშვილი. ძალიან გთხოვთ, გაგთიშავთ თუ შეიძლება, მადლობთ, არა. ვერ მოგცემთ ამის შესაძლებლობას, დღეს შეფასებითი ნაწილი არ გვაქვს, ბატონო. დღეს ჩვენ მხოლოდ ვასახელებთ პარტიას ან გაერთიანებას, რომელიც თქვენს გულთან ახლოს არის. დანარჩენი უკვე სხვა დროს, სხვა ეთერებში გისმენთ? გამარჯობა. 8 ნომერი. 8 ნომერი, მიღებულია თქვენი ხმა. გასაგებია თქვენი შეფასებაც და დღეს ბუნებრივია ჩვენ აგრეთვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ. თუ კი ეჭვებში ხართ, თუ კი რაღაც არენდობით, ვიღაცას არენდობით, მაშინ ნუ დარეკავთ, გთხოვთ და მხოლოდ ერთი პასუხი გაგვეცით, თუ კი გადაწყვიტავთ, რომ შემოგვიერთდეთ. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, 8 ნომერი. 8 ნომერი. დიახ. დიდი მადლობა. მიღებულია თქვენი ხმა. მიღებულია ქალბატონო. რადიო მსმენელებისთვის გავიმეორებ სტუდიის ტელეფონის ნომერს 557 88 55 88. ტელემაყურებლები კი ეკრანზე ხედავენ ამ ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გვიპასუხოთ. რომელ პარტიას უჭერთ მხარს? გისმენთ? ალო, 8 ნომერი. 8 ნომერი. დიდი მადლობა. აი გაოცების დაფარვა უკვე მიჭირს. მე იმ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში რაც ეს გადაცემა მიმყავს. გისმენთ? მოგესალმებით, ობიექტივი გისმენთ? გამარჯობა. დიახ. 41. 41. კი ბატონო. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებამდე 2 დღით ადრე?
და მოდით ამ გადაცემით კიდევ ერთხელ განვიმეორდები, გავცეთ პასუხი იმ სოციოლოგიური კვლევების ავტორებს, რომლებიც მუდმივად ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, დაიწყეთ საუბარი. ზარია ეთერში, გისმენთ? 41 ვიქცევ. კი ბატონო, 41 მიღებულია თქვენი ხმა. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დაგვირეკეთ და გითხარით თქვენი არჩევანი. აქვე უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დაახლოებით არა ზუსტად 19 პარტია. კოალიცია ცვლილებებისთვის, კოალიცია პატრიოტთა ალიანსი, კოალიცია ერთიანობა, კოალიცია ძლიერი საქართველო, ლეიბორისტული პარტია, პარტია ჩვენ, გახარია საქართველოსთვის, გირჩი, ქართული ოცნება. გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა. უღრმესი მადლობა, რომ დაგვირეკეთ. აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირებული სუბიექტები არიან მემარცხენე ალიანსი, პარტია საქართველო, ჩვენი გაერთიანებული საქართველო ასეთი სახელწოდების პარტია, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, ტრიბუნა, შეცვალე საქართველო, ქართველთა ერთობა, საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია. ზარია ეთერში, გისმენთ? 5-ზე კაცი, 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მორიგი ზარია ეთერში, თუ არ ვწდები, ობიექტივი გისმენთ, გამარჯობა. ალო. გისმენთ, დაიწყეთ გთხოვთ. კონსერვატიული მოძრაობა ალკინფო 8 ნომერი. დიახ. არა ხოცებს და არა ნაცებს. დიახ, მადლობა თქვენ ზარისთვის. დაფიქსირებულია თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში. ამ გადაცემას უსმენს და უყურებს მთელი საქართველო. აი უპრეცედენტო რამ ხდება ვიმეორებ ობიექტივის ეთერში. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, 8 ნომერი უცილებლად ნორმალური ოპოზიცია გქონდეთ ამას. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ცოტა დრო რჩება გადაცემის დასრულებამდე, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა რომ შემოხვიდეთ ეთერში დაახლოებით 7 წუთი რჩება პირდაპირ ეთერის დასრულებამდე და ხმების დათვლასაც მე შემდეგ დავიწყებ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. გისმენთ? კი დიახ. 41. კი ბატონო, 41 მიღებულია თქვენი ხმა. დღევანდელი შეკითხვა ასეთია, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? სულ რაღაც 2 დღე რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე და დღეს საინტერესო შეკითხვა დაისვა და პასუხებით საინტერესოა. გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი, პატრიოტთა ალიანსი და დიდი კონსერვატიული გაერთიანება. და უპრეცედენტოა ეს ყველაფერი ნამდვილად. გაუცებული ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი აქტივობა, ასეთი მაღალი აქტივობა ობიექტივის ეთერში ხშირად არ არის, რაც ახლა ფიქსირდება. წამებში შემოდის ზარები და უამრავი მაყურებელი თუ რადიომსმენელი რეკავს. გისმენთ? 8 ნომერი 8. დიდი მადლობა ზარისთვის თქვენ. 5-5-7 88 55 88. აუცილებელია თითოეული თქვენგანი, ვინც ახლა გვისმენთ ან გვიყურებთ, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად მიბრძანდეთ არჩევნებზე და არ დაუშვათ, რომ თქვენი ხმები დაიკარგოს არჩევნებზე არ გამოცხადების მიზეზით. აუცილებლად მიდით, ყველას გთხოვთ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? 41. 41. კი ბატონო, მიღებულია თქვენი ხმა. მიღებულია პირდაპირ ეთერში. უმორჩილესად გთხოვთ, რომ ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთოთ, როგორც კი აკრიფავთ ნომერს და ზარი გამოვა ჩვენს ეთერში. ხმა ბოლომდე უნდა გამორთოთ, რომ რაღაც შეფერხება არ გაჩნდეს გადაცემის მსვლელობის დროს. 5-5-7 88 55 88. გისმენთ? 41.
41. მადლობა. ეს იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი ქალბატონი და მისი ხმაც ბუნებრივია ჩვენ ავსახეთ დღევანდელ ჩვენს გამოკითხვაში. მართლაც რომ ხანგრძლივი და უპრეცედენტო ეთერი გვაქვს და მიმდინარეობს ეს გადაცემა კვლავ მორიგ ზარსულს მენთ. გამარჯობა. 41. ქართული ოცნება. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი 2 დღით ადრე არჩევნებამდე და ჩვენ დიდი ყურადღებით გისმენთ საზოგადოების წევრებს, რომელი პარტია ან გაერთიანებაა თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, საბოლოო გადაწყვეტილება როგორია, ვის აძლევთ ხმას? გამარჯობა. 8 ნომერი. დიახ. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით. მე ამავდროულად ვცდილობ უკვე დავიწყო ნელ-ნელა შედეგების დათვლა, თქვენ კი შეგიძლიათ ბუნებრივია კვლავ შემოხვიდეთ ღია ეთერში და თქვენი სათქმელი ბრძანოთ. ზარია, გისმენთ? 41. 41. კი ბატონო, მიღებულია თქვენი ხმა. შეგახსენებთ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ნელ-ნელა ვიწყებთ ჩვენი დღევანდელი უწყვეტი ეთერის მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების დათვლას. გამარჯობა. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო. მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს მივიღებთ ეთერში, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, როგორია თქვენი არჩევანი, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში. გისმენთ ზარია? 8 ნომერი. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და თქვენი ხმა მოგვაწვდინეთ. გასაგებია კიდევ ერთი მაყურებლის თუ რადიო მსმენელის პოზიცია ჩვენს ეთერში და აქვე მინდა გითხრათ, რომ სულ ბოლო წუთები რჩება ეთერის დასრულებამდე და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ თქვენ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. თუ კი გისმენთ 41 ქართული ოცნება. მიღებულია თქვენი ხმა. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და თქვენი სათქმელი ბრძანეთ. კიდევ ერთი ზარია, გისმენთ? გაითიშა როგორც ჩანს. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, ალო. დიახ. გისმენთ? 41, მაგრამ რაც დაიწყო, ესე იგი, რაც გამოდი ქართა, 2 ფრაქცია ძირის დაირეკოდა. დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი შეფასება, პატივცემულო. ვასრულებთ გადაცემას, პრაქტიკულად ჩვენი საეთერო დრო შეიძლება ითქვას, რომ ამოწურულია, ახლა მე უკვე შედეგების დათვლაზე გადავდივარ და ვცდილობ, რომ ჩვენი გამოკითხვის დღევანდელი ეთერის შედეგები საბოლოო გაგაცნოთ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. საინტერესოა, რა თქმა უნდა, ეს შედეგები. რამდენიმე წამში უკვე შემიძლია სუსტი შედეგები დავასახელო. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ეთერი გამოგვივიდა. უღრმესი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელმაც დარეკა და საკუთარი პოზიცია გააჟღერა ღია ეთერში. ესე იგი, შედეგები ასეთია. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და მასთან ერთად გაერთიანებული პარტიები 69.72%. ქართული ოცნება 27.85%. კოალიცია ძლიერი საქართველო ეს ლელოა იგივე 1.27%. კოალიცია ერთიანობა 0.63%. ლეიბორისტული პარტია 0.63%. გახარია საქართველოსთვის 0.0% ფიქსირდება გახარიას მიმართ. კოალიცია ცვლილებებისთვის
აქაც 0 ხმა და 0% შესაბამისად. დიდი მადლობა ყველას ამ საოცარი და ემოციური ეთერისთვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ ხმების ჯამური რაოდენობა 158-ია, რაც ფიზიკურად შევძელით და მივიღეთ ამ 2 საათის განმავლობაში. თქვენ გვისმენდით, გვიყურებდით და ხედავდით, რომ ფიზიკურად უფრო მეტ სარს ვერ მივიღებდით, იმიტომ რომ ქრონომეტრაჟი უბრალოდ ვერ დაიტევდა უფრო მეტ მაყურებელს თუ რადიომსმენელს. აბსოლუტური უპირატესობით დღევანდელ გამოკითხვაში გამარჯვებულია პატრიოტთა ალიანსი, მეორე ადგილზეა ქართული ოცნება. ეთერს უძღვებოდი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია, ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ნახვამდის.